17 მაისამდე მიძღვნილი ყველა აქცია თუ ღონისძიება მშვიდ ვითარებაში დემოკრატიულად ჩატარდა. დავამტკიცეთ, რომ ცივილიზებული სახელმწიფო ვართ, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ სამსახურებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქვე მოსახლეობას პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. მინდა აღნიშნო მაყოფილებით, რომ აბსოლუტურად მშვიდად, ცივილიზებულად, დემოკრატიულად ჩატარდა ყველაფერი ეს და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნო, რომ ჩვენ დავამტკიცოთ, ჩვენ ვართ მართლაც ღირსეულიერი, გამორჩეულიერი ვართ და ჩვენთვის რასთავარი არის თავი ჩვენ ქვეყნის ინტერესები. და ჩვენ დავამტკიცეთ დღეს, რომ ვართ მართლაც ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად სურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა რომ აღნიშნო მადლიერებით და ყველა ის სამსახური, რომელიც ჩართული იყო ამ საკითხების ორგანიზებაში, მათ მადლობა გადაუხადო. იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საკითხების მოგვარებაში. დღეს ასევე მინდა გითხრათ, რომ არის პატრიარქის მიერ დაწესებული დღე, ოჯახის სიწმინდის დღე, ყველას მოგილოცოთ. ოჯახის დღე მოგილოცოთ და ვუსურო ყველას, რომ გაძლიერდეს ქართული ოჯახი. ეს არის ჩვენთვის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი. ამაზე დგას ჩვენი ქართული სახელმწიფო.